ძველი რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით, ვინც ახლა შემოგვერთით, მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ლაზარეს შაბათია, ხვალბზობა, შემდეგ უკვე ხარება, აბნების კვირა, ასე რომ ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად, ეთნოლოგი პროფესორი ქეთევან ხუციშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და ჩვენი სასაუბრო თემა მართლა ჩვენ დავანონსებთ, ძალიან საინტერესო იქნება. კი, გასაგებია აქ თეოლოგიური კუთხით, გასაგებია რას გულისხმობს ლაზარეს შაბათი, რა არის ბზობა, ყველა ვიცით, მაგრამ საინტერესოა როგორ აი ჩვენი ტრადიციული კუთხე, უпроსორეთ აი თუ როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა კუთხეებში ამ ბზობას, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი აი ქართული ხასიათის და ქართული ტრადიციისა, რომელიც მანამდეც არსებობდა და ქრისტიანობასთან ერთად კავშირში რაღაცა თავისებული ეკლექტური რაღაცა შექმნა. თუმცა ვფიქრობ, დღევანდელი დღით დავიწყოთ, ლაზარეს შაბათია და შემდეგ რა თქმა უნდა ბზობის დღესასწაულზე ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი მომეცით ეს შესაძლებლობა და თქვენი ნებართვით გამოვიყენებ და დავიწყებ სამძიმრით მთელი საქართველოს და ასევე საქრისტიანოს მიმართ. და ამავე დროს აი ამ მწუხარე პერიოდში იმედითაც, იმიტომ რომ აღდგომა გველის და როგორც პატრიარქმა დაგვიბარა, ყველაფერი კარგად იქნება ღვთის შეწევნით და იმედით. მადლობა ამ სიტყვებისთვის. რა შეეხება ამ მართლაც მნიშვნელოვან კვირაულში შევდივართ ახლა, ნების კვირა გველის წინ და საკმაოდ რთული კვირა არის ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის. და აი ნების კვირის წინ კვირა დღე ეს არის ბზობის დღესასწაული და ბზობის დღესასწაულის წინ დღევანდელი დღე არის ლაზარეს შაბათის სახელი ცნობილი, ყველასათვის ცნობილი არის ახლა ეს ისტორია ბიბლიური, რასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ქართველებს კიდე გვაქვს განსაკუთრებული ემოცია ამ დღესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ლაზარე ქართულ ენასთანაც ასოცირდება და შესაბამისად განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია. ხა აღნიშნვის მთელ რიგ რიტუალებს ბუნებრივია ეს ხა ტრადიციული წესით რიგით ხდებოდა, ეს უკვე საუკუნეებია ასე მოდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, იყო გარკვეული პერიოდები, როდესაც მოგეხსენებათ გარკვეული მიზეზების გამო შეზღუდული იყო რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა და ამ პერიოდში ამ ყველაფერმა გადაინაცვლა საზოგადოებრივი სივრციდან ესეთ საოჯახო შიდა სივრცეში და მაინც მორწმუნე ადამიანები ცდილობდნენ შეიძლება არა ისე კანონიკურად, იმიტომ რომ ცოდნა ფრაგმენტირებული იყო, მაგრამ თავისებურად როგორც იცოდნენ თავიანთი მამა-პაპებისგან, აი იმ ფორმით და იმ სახით აღენიშნათ. მაგრამ ლაზარეს შაბათთან დაკავშირებით პირველი რაც არის სათქმელი ის არის, რომ ეკლესიაში აღინიშნებოდა, რა თქმა უნდა, წირვალულწვას ესწრებოდნენ და ეს იყო ხსნილი თევზით. და იცოდნენ სპეციალური კერძების მომზადება, იმის გარდა რომ შეიძლება წანდილი, კოლიო და ასე შემდეგ, რაც მიცვალებულების მოხსენიებასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ზურგიელის, აი ორაგულის, მოხარშული ორაგულის მომზადება, მაგრამ აქ ესეთი საინტერესო რამ არის, რომ მოგეხსენებათ ბზობა უძრავი დღესასწაული. უпроსორეთ აღდგომასთან არის დაკავშირებული მოძრავია სწორედ ამ გაგებით, მაგრამ აღდგომის წინა კვირა არის ბზობის დღესასწაული და იმის წინ ეს ლაზარეს შაბათი. მაგრამ არის კიდე მეორე დღესასწაული, რომელიც აი ამ პერიოდში ხდება ხოლმე, ეს არის ხარება. და ხარება კიდე მართლაც ფიქსირებულია, უძრავია და აი ხა წელს მოხდა ისე, რომ ხარება მოდის ბზობის შემდეგ. და თუ ასეთი შემთხვევა იქნებოდა, კალენდარის სხვადასხვაობის გამო, ასეთ შემთხვევაში მაშინ აღარ იყო ხსნილი ლაზარეს შაბათი და ხო, იმიტომ რომ ხარებობას უნდა მოემზადებინათ, მაშინ აი ესე იგი ზურგიელი და თევზი მიერთვათ. აი ესეთი დეტალების, მცირედი, ვთქვათ, ნიუანსური სპეციფიკა ახასიათებს. დანარჩენი რამე განსაკუთრებული რიტუალური აი ქმედებები არ იყო დაკავშირებული ლაზარეს შაბათთან. აი ბზობას რაც შეეხება, იქ უფრო მეტი არის ესეთი ვთქვათ ხალხური ელემენტები. კი ბატონო, დასავლეთ საქართველოში ბაიობის სახელითაა ცნობილი. ეხა ესეც მოგვეხსენება ყველას, რომ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავი დღესასწაულია.
და ესე არის გადმოცემით, რომ აი როდესაც შედიოდა სახედარზე ამხედრებული პალმის რტოებს უფენდნენ და ოსანით შეხვდნენ, შეეგებენ და საერთო ესე იგი აი ესეთი აღიარეს მისი ღვთაებრიობა და ამ დიდი ზეიმის ფონზე ერთადერთი ქრისტე იყო, რომელიც ტირილით შევიდა, იმიტომ რომ ღვთისთვის ეს ხადი იყო რომ იგივე ხალხი ერთი კვირის შემდეგ რანაირად მოიქცეოდა. ხო და ეს პალმის რტოები დღესაც არის იმ რეგიონებში, სადაც პალმები ხარობს. ჩვენთან ნაწილობრივ არის სუბტროპიკულ ზონაში, მაგრამ ეს ჩანაცვლდა პალმის რტოები ბზით და ბზა შემთხვევით არ არის. შემთხვევით არ არის, იმიტომ რომ ეს არის ერთი რო ესეთი მარადმწვანე და ძალიან ძვირფასი ჯიშის ხე და ამასთან ერთად ეს არის პირველი მოყვავილე გაზაფხულზე. აი პირველად ის ყვავილობს და ესეც გარკვეულწილად სწორედ ამ აღდგომის იდეასთან და ამ ახალ შემოbrunებასთან არის დაკავშირებული. და როდესაც ბზის რტოები მიჰქონდათ ხოლმე განსაკუთრებით აქცევდნენ ყურადღებას, რომ აი ეს რტოები მსხმოიარე, აი დაყვავილებული ყოფილიყო. იმიტომ რომ მიიჩნეოდა რომ რაც უფრო კარგად არის ესეთი დაყვავილებული, მით უფრო ნაყოფიერი წელის იმედი უნდა ქონოდათ და იცოდნენ ამ ბზის რტოების ერთმანეთზე, ესე იგი დარტყმა, მირტყმას ხეულზე, სიჯანსახის კეთილი წლის ნიშნად და ასევე ვთქვათ, ნაგებობებზე სამეურნეო თუ საცხოვრებო სწორედ იგივე დატვირთვით, რომ შემდეგი წელი ყოფილიყო. აი, ნახეთ, ამ გაგებით გარკვეულწილად ბედობის გარკვეული ელემენტებიც ახასიათებდა ამ დღეს. ეს ყველა კუთხესთვის არის დამახასიათებელი. კი, ასე იყო გავრცელებული. სხვადასხვა ელემენტები იყო სხვადასხვა კუთხეში. კი ბატონო, ძველ ბზას. ძველი ბზა, ანუ ბზა, რომელიც შემოაქვთ, რომელიც არის ნაკურთხი და შემოდის ბზობას ოჯახებში, ის ერთი წელი შემდეგ ბზობამდე უნდა დაცული იყოს და ამით გარკვეულწილად დაიცვას აი ოჯახი, კერა, ბარაქიანობა, კეთილდღეობა და ასევე მართებული ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. და ის ძველი ბზა, რომელიც წინა წლიდან არის შემორჩენილი, ზოგან მიქონდათ ეკლესიის ეზოში და იქ აგროვებდნენ სპეციალურად, მერე ისიც იწვებოდა, კი ბატონო. და ზოგან კიდე თავისივე სახში შეიძლებოდა დაეწვათ, ოღონდ მერე ამ დამწვარ ნაცარსაც აგროვებდნენ, იმიტომ რომ მიეწერებოდა მასაც გარკვეული თვისებები და იცოდნენ ხოლმე მიმოფნევა ამ ნაცრის, მაგალითად ნათესებში, ხეხილთან. აქაც დედობის ელემენტი იკვეთება. სწორედ გარკვეულწილად აი ესეთი დამცავი საშუალებად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, აი ავისგან და მეორე მხრივ უზრუნველყო კეთილდღეობა. და აი ასეთ რიტუალებთან დაკავშირებით ახლა იბზობა ბზავახსენე, მაგრამ აქვე ჩვენ ბაიობა ვახსენეთ და ეს კიდე ასევე მცენარესთან, ბაიასთან, ეს ძალიან ლამაზი ყვითელი პატარა მინდვრის ყვავილი როა, აი მასთან არის დაკავშირებული. და დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით სამეგრელოში მაგალითად ამ დღეს ამ ბაიებს კრებდნენ და სახლში ოჯახებში, ხო? ესე მრგვალად, წრიულად, მზის ფორმის გამოსახულებას აძლევდნენ და გარკვეული პერიოდი ტოვებდნენ, ისევ ესე მას დამცავი დანიშნულება ჰქონდა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის და ზოგან იცოდნენ მისი ჩანაცვლება ასევე ტირიფებით. ანუ იმის მიხედვით რა რეგიონზეა ლაპარაკი, თუმცა ეხა დღეს საყოველთაოდ ბზა არის გავრცელებული მთელს საქართველოში. ხარაგამცენარებზე საუბრობდით, აი ჯეჯილზე მინდა დაგიკითხოთ, აი ეს კულტურა როდიდან დაიწყო, აი საუდგომო კვერცხები ჯეჯილზე ეს ხო ტრადიცია. ესეც საერთოდ ხორბალი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა. ყველა მიწათმოქმედი ხალხისთვის, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოსთვის და ხა თქვენ მოგეხსენებათ, აი სწორედ ამას წინათ იყო, ეს უკვე მსოფლიოს მაწაღიარა, როდესაც ხორბლის კულტურას მიენიჭა მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. და ნუ ბუნებრივია, რომ საქართველოში ვინც ამბობს, რომ საქართველო არის არ მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის. ეს დადასტურებულია. რა თქმა უნდა, სხვა კერებიც არსებობს და ეხა აქ ჩვენ ვართ მაინც და მაინც უპირატესი პირველი, ამაზე არც არის დავა, მაგრამ აი ჩვენ შეიძლება ასეთი ფორმულირება მივცეთ, რომ ერთ-ერთი უძველესი კერა, სადღაც ხორბლის კულტივირება მოხდა. შესაბამისად, უძველესი დროიდან ეს კულტურა ცნობილი იყო და მასთან ძალიან ბევრი რიტუალი არის დაკავშირებული, ჯერ კიდევ წინა ქრისტიანულ ეპოქაში და ბუნებრივია, მერე ქრისტიანობაშიც ბევრი რაღაც სწორედ
ქართულ ხორბალს დაუკავშირდა, მით უმეტეს ახლა ზიარების პურის და ღვინის ამბავი საკვანძო თქვა ელემენტია და ბუნებრივია რომ ეს ესე ყოფილიყო. და რომელიღაც პერიოდში ახლა ასე ზუსტად თარიღის დასახელება სამწუხაროდ და ეთნოგრაფიული მონაცემებით ვერ ხერხდება, მაგრამ აი თვითონ ეს იდეა სიმწვანის ახალი სიცოცხლის დასაწყისის, რაც ისევ გაზაფხულის ციკლის დაწყებასთანაა დაკავშირებული, წლის ხელახლა შემოbrunებასთან, აი სიცოცხლის განახლებასთან. აი სწორედ ამ იდეით დაუკავშირდა აღდგომის დღესასწაულსაც და ისიც მოგეხსენებათ, რომ მარტო ქრისტიანულ სამყაროში ან მარტო აღდგომასთან არ არის დაკავშირებული და ბევრ მეზობელ სხვა რელიგიის ხალხებშიც აი ეს ჯეჯილი ფიგურირებს როგორც სწორედ ახალი წლის განახლების, ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლო. და აი ეს ელემენტი ასე მკვიდრად დაუკავშირდა მე აღდგომის დღესასწაულს და მოგეხსენებათ დღეს ესეც საყოველთაოა მთელ საქართველოში ჯეჯილს თვითონაც დგამენ ოჯახებში აი სწორედ ერთი კვირით ადრე იწყება მის მომზადება რომ აღდგომისთვის უკვე იყოს აღმოცენებული და ამ ჯეჯილზე ასევე წითელი კვერცხების დაგურება ესეც ასე ტრადიციად არის უკვე ჩამოყალიბებული. ქალბატონ კეთი ჩვენ რიტუალებზე ვსაუბრობთ და რაც შეეხება ჭიაკოკონობას საინტერესო მომენტია ის ტრადიცია რიტუალია რომელიც არც დაკარგულა და სხვათა შორის იმაზეც მინდა ვისაუბროთ რომ სამწუხაროდ არის ტრადიციები რომლებსაც ვკარგავთ თუმცა რაც შეეხება სააღდგომო რიტუალებს და ტრადიცია ეს არის ურყევი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ ჭიაკოკონობაზე და შემდეგ აი ურყევ ტრადიციას. დიახ. როგორც აღნიშნეთ, ახლა ვნების კვირა დაიწყება დიდი ორშაბათიდან და აი ამ კვირას ვნების კვირაში შედიოდა ასევე აი მთელი რიგი რიტუალები, რომლებიც ერთი შეხედვით სულაც შეიძლება არ მოგვეჩვენოს აი ქრისტიანული საფუძვლების და ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ იგივე თუ ჩვენ მაგალითს ანუ ქართველების მაგალითს ავიღებთ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ ვინც ქრისტიანობა მიიღო და ასევე როგორც სახელმწიფო რელიგია და მანამდე კიდე ისედაც ვრცელდებოდა ხო მაგრამ ამასთან ერთად ვართ ის ერი რომელიც ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა შესაბამისად ბუნებრივია რომ არსებულიყო წინარე ქრისტიანული შეხედულებები წარმოდგენები მთელი რიგი რიტუალები რომლებმაც ეტაპობრივად განიცადეს სინკრეტიზაცია უკვე ახალ ესე იგი რელიგიურ სისტემასთან ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობები შეეცვალა ბევრ ელემენტს ხანდახან ფორმა შეიცვალა და მნიშვნელობები შენარჩუნდა ეს არის საიკულტურის განვითარების ძალიან ბუნებრივი პროცესი და ეხლა თუ კი დღეს ვიღაც აღმოაჩენს რომ მაგალითად ქრისტიანობაში არ უნდა იყოს რაღაც მაგალითად ხორბლის შეწირვა და ასე შემდეგ და ამ იდეით ებრძოლოს იმ წესებს და ჩვეულებებს რაც დამკვიდრებულია ეს სრულიად არამართებული იქნება იმიტომ რომ დღეს ქართველები უმრავლესობა ეხლა ვინც თავს აღიარებს მართლმადიდებლად რანაირ პრაქტიკასაც არ უნდა ეწევდეს ის არის უკვე მართლმადიდებლური პრაქტიკის ფარგლებში შემოსული ელემენტები თუნდაც წინარე ქრისტიანული ხანიდან მოყოლებული რაც შეეხება ხაჭიაკოკონას ესეც ამ ვნების კვირეულში აღინიშნებოდა ძირითადად ეს იყო ოთხშაბათი დღე როდესაც ჭიაკოკონობა იმართებოდა უპირატესად ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს დაში და ბარში გავრცელებული სხვადასხვა სახელწოდებებით დაცნობილი ჭიაკოკონობა თავისთავად კუდიან წუხრა და ასე შემდეგ და მიიჩნეოდა რომ ამ დღეს აი უნდა დაინთოს ეს კოცონი იმისთვის რომ ავისულები იყვნენ განდევნილი. საერთოდ იყო ასეთი ჩვეულებაც რომ მოქონდათ სხვადასხვა სახის აი მაგალითად აი ეკლიანი მცენარეები, აი ასკილის თქვათ ტოტები ან მსგავსი რაღაცა და ამითი თქვათ სახლის ფანჯრებს შეამკობდნენ ან შესასვლელს ან მათ შორის იმ სავარგულებს სადაც მათი სახნავსათესი იყო და ასე შემდეგ სწორედ იმიტომ რომ ამითი დაეცვათ ავისულებისგან მათი მოსავალი, მათი კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. და ჭიაკოკონობა სწორედ ამას უკავშირდება, რომ აი დაიწვას ეს ავი ამ ცეცხლში და მეორე მხრივ რახან აღდგომის აი ეს ციკლიც ამ საგაზაფხულო ციკლის ნაწილია, გარკვეული იდეა ისიც არის, რომ აი ამითი სველი წავიდეს, მოშორდეს და აი ახალ ციკლს, ანუ ამ გაზაფხულს, აღდგომას, ახალ სიცოცხლეს შეეგება. თქვენ აღნიშნეთ, რომ
რომ აი აღმოსავლეთ საქართველოშია ძირითადად დასავლეთ საქართველოში თქვენთან საუბრისას გავარკვიეთ რომ ეს სხვა დროს იქაც არის ზაფხულში სრულდება ხოლმე ანუ თვითონ აი ეს იდეა ცეცხლის ესე იგი კოცონის ანთების და ამითი გარკვეულწილად აი ავისულების არიდების და დამცავი ჯებირის შექმნის იდეა ეს ბევრ ხალხშია გავრცელებული და მათ შორის ქართველებთან ყველგან. უბრალოდ ეს სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს ეთნოგრაფიული ამ ლოკალურ ტერიტორიული კუთხეების და მხარეების რელიგიურ კალენდარს უკავშირდება და არის ხო რომელიღაცა კონკრეტულ ამ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებული და იმის წინ იმართება ხოლმე ისევ ამ იდეით. მთელი რიგი მითოლოგიური გადმოცემები ან ნარატივები ან დაკავშირებული ბინარიან ესამსულები, სად იკრიბებიან, რატო იკრიბებიან მაინც და მაინც იმ დღეს და რანაირად შეიძლება რომ ეს დავიცვათ მათგან თავი და ასე შემდეგ და ესე ტრადიციულად ხორციელდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდით ეს არის საბჭოთა პერიოდი, როდესაც ეს რელიგიური პრაქტიკები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, ხომ? აი სწორედ ნაკლებად რელიგიური რაც ჩანდა, ისინი უფრო გამძლე აღმოჩნდნენ ასეთი პრაქტიკებისთვის და მათ შორის ვთქვათ კოცონის დანთება და მთელი რიგი მხიარულების გამართვა გადახტომა კოცონზე და ასე შემდეგ თავშეყრის ვთქვათ ადგილის წარმოქმნა და ახალგაზრდების საერთო სივრცის ვერ გეტყვით რომ ტრანსფორმირებული ასე ვიტყვი ხო აი სახე შეცვლილი დროის თანახმად ტრადიციების მახასიათებელი ის არის რომ ტრადიციის იდეა სწორედ ის არის რომ განგრძობითობა უნდა კონდეს რაღაც კონკრეტულ ფორმას, ხო, ქცევის ფორმას და რწმენა წარმოადგენებს, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოება კულტურა არ არის ასეთი ფიქსირებული და უცვლელი, უბრალოდ ვერ შეიძლება ესე იარსებოს. და შესაბამისად ეს ტრადიციების მახასიათებელი დროთა ვითარებაში ცვალებადობაც არის. ხანდახან შეიძლება იმდენად შეიცვალოს, რომ ინოვაციები გაჩნდეს, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება მე ტრადიციად ჩამოყალიბდეს. და ეს არის ესეთი მუდმივი განვითარების პროცესი. ილია ჭავჭავაძე როგორც იტყოდა, ხო მოძრაობა და მოძრაობა შემოთერგო სწორედ სიცოცხლე ნიშნავს მოძრაობას და ეს ეხება ტრადიციებსაც მიუხედავად იმისა რომ მაინც შედარებით მყარი ერთეულებია რაც უზრუნველყოფს კულტურის და ჯგუფის აი ერთიანობას და განგრძობითობას ეს რომ ესე არ იყოს ჩვენ იდენტობას დავკარგავდით დროთა ვითარებაში ქალბატონ ქეთევან და რაც შეეხება წითელ პარასკევს და კვერცხების შეღებვის ტრადიციას მაგალითად ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა ესე არის გაზიარებული იდეა რომ აგრეთვე მე-4 საუკუნიდან იწყება წითელი კვერცხის შეღებვის ესეც ეს გადმოცემაც იცით ხო რასთან არის დაკავშირებული და ესეც აი ესეთი ძველი პერიოდიდან მომდინარეობს და ისიც მოგეხსენებათ რომ სოფლიოს სხვადასხვა აი ქრისტიან ხალხებში სხვადასხვა ფორმა შეიძლება ამას ქონოდა და აი მაგალითად დასავლეთში მე მიიღო ესეთი სახე რომ წითელი კი არა ფერადი კვერცხების შეღება ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არ იყო მახასიათებელი ეს შეიძლება ასე ვთქვათ თუ კი დღეს სადმე ხდება აი უფრო ინოვაცია და ხო ეს არ არის ძირითადი აი ესე იგი ტრადიცია რასაც მივზდევთ დღესაც ეს შეიძლება გართობის მიზნით ბავშვებისთვის გაკეთდეს მაგრამ ტრადიციულ საავდგომო სუფრაზე თუ სწორედ სასაფლაოზე გასატანი კვერცხები ძირითადად ეს არის წითელი ფერის რომლებიც ტრადიციულად აი ხელოვნური საღებავების გარეშე ესეც ენდროთი და ნემის ხახვის ფურცლით მზადდებოდა და ამას შეამჩნევთ კიდევაც განსაკუთრებული ფერი აქვს ეს მუქი წითელია და სხვანაირია და შესაბამისად დავამატებთ რომ ენდრო არ არის მავნებელი კი და რომც კი ბატონო რა თქმა უნდა როგორც ბუნებრივი საღებავი და რომც გაიბზაროს ის კვერცხი ნამდვილად სრულიად უნებელი პროდუქტია და შესაბამისად არაფერი ამითი არ დაშავდება და ნუ აი ესეც ტრადიციულად დამკვიდრებულია ჩვენ ყოფაში და მინდა გითხრათ მარტო ჩვენთან არა ქრისტიანული სამყარო წითელ პარასკევს სწორედ წითელი კვერცხით ეგებება ჩვენთან იყო ასევე აი პასკის გამოცხობის, მაგრამ იყო სხვა ტიპის დღეულიც, სხვა ტიპის ნამცხრებიც, რომლებიც აი სწორედ საავდგომო ნამცხრების კატეგორიაში გადიოდა. ეხლა დღეს თანდათანობით ხდება, ну მეტნაკლებად აღდგენა იმისა, რა იყო, იმიტომ რომ ესეც თანამედროვეობასთან და ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
სწორედ აი გაზრდილი არის ინტერესი ამ ეთნოგასტრონომიის მიმართ და საინტერესოა ბევრი წიგნი გამოდის და ძალიან კარგია. ასეთი და კი და მარტო წიგნებში არ დარჩა, პრაქტიკაშიც ხორციელდება. ამას ხელს უწყობს გარკვეულწილად სახელმწიფოც მაგალითად იმ თუ სხვადასხვა ეს გაერთიანებები, რომელიც ფესტივალებს აორგანიზებენ და ასე შემდეგ და ეს ნამდვილად ძალიან კარგია ყველა თვალსაზრისით, რომ ტრადიციებს აღდგენას ეთნოგასტრონომია შეიძლება ითქვას. კი, ასე არის და პლუს ამას ტურიზმისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ღირებული რაღაცა. ხო და იყო პერიოდი, როდესაც აი გარკვეული ამ ქადების, განატეხების, გარკვეული რიტუალური პურების ცხობა, ასე ვთქვათ, ფრაგმენტირებული იყო, ზოგან შეიძლება აღარც ხორციელდებოდა, შეიძლება ცალკეულ ოჯახებში იყო და ასე საყოველთაო არ იყო, მაგრამ ეტაპობრივად ეს ისევ ბრუნდება ყოფაში. აი ესეც არის მახასიათებელი კულტურისა. ესეთ ქართული ეთნოლოგების დამსახურებაც არის გარკვეულწილად რასაკვირველია, იმიტომ რომ აღწერილი რო იყო ეს ინფორმაცია არსებობდა, არის ისტორიულ დოკუმენტებში, არის იგივე სულხან-საბასა აქ ბევრი რამ განმარტებული და ასე შემდეგ. მოკლედ შესაძლებლობები იყო და პლუს ამას ემატებოდა ეთნოლოგების მიერ მოძიებული მასალა ცოცხალ მეხსიერებაში რა როგორ იყო ფიქსირებული. და ამ ინტერესმა გააღვივა სწორედ მეორე მხარევაც ინტერესი, რომ უკვე თვითონ დღეს ადამიანები თავიანთ ბებია პაპებს ეკითხებიან და თუ აი საშუალება არის, აი ამისი ჩაწერაც ხდება, აღდგენა. ეჯიბრებიან ერთმანეთს ორიგინალობით. ეს არ არის ცუდი, ეს ძალიან კარგია, მეტიც შეიძლება უფრო ფართედაც ვიფიქროთ და შეიძლება ამას მართლა აი ესეთი ეკონომიკური ღირებულებად შევძინოთ, რომ როგორც ვთქვათ, პასკები იყიდება, ასევე გაიყიდოს რაღაცა სხვა რაღაცა პროდუქტები ან ელემენტები, რითიც ისევ ვიცქს მისცემთ ჩვენი ფესვებისკენ ყურებას, ამაზე დაფიქრებას და ამ ტრადიციის გაგრძობას, იმიტომ რომ ტრადიციები რანაირიც არ უნდა იყოს. ნუ ახლა აი რელიგიური თუ სხვა ტიპის ხბევრნაირი არის, ხო, ამ კლასიფიკაციის მიხედვით ყველა შემთხვევაში ეს ემსახურება ადამიანების იდენტობის გამყარება, გამტკიცებას. აი მაგის გარეშე რთული იქნებოდა ცალკეული პირებისთვის თუ ჯგუფებისთვის თავიანთი ადგილის მოხაზვა სამყაროში და აი ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას ზუსტად ვიცოდეთ ვინ ვართ, სად ვართ და რატო ვართ. ხანდახან ეს პასუხი რატოზე ნაკლებია ხოლმე, მაგრამ სწორედ მაგიტომაც ვარსებობთ ალბათ რომ ამაზე დავფიქრდეთ და შესაბამისად ჩვენი ახალი თაობის ჩართვა ამ ტრადიციულ პრაქტიკებში შეიძლება ინფორმაციის გადაცემით, შეიძლება მართლაც პრაქტიკული განხორციელებით, ხო? ან ორივე ერთად. ან ინოვაციითაც გარკვეულ შემთხვევაში. ეს ყველა შემთხვევაში იქნება ინოვაციების გარეშე ტრადიციაც ვერ იარსებებს და თუნდაც აი კვერცხების შეგება აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, სააღდგომო ტრადიცია და რიტუალიც და აუცილებელი პირობა წითელი კვერცხები, წითელფრად შეღება, თუმცა ბავშვებიც რა დაუშვათ გახალისდნენ და უფრო დაინტერესდნენ, შეიძლება სხვადასხვა ფერებით შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია, რატომაც სხვანაირადაც იცოდნენ, იცით, დაჭრელება ამ წითელი კვერცხების ეს გავრცელებული იყო საქართველოში, როდესაც მაგალითად მწვანილის ან რომელიღაცა მცენარების ფოთლებს დაადებდნენ და ეს მოიხარშებოდა და კი და ეს ცოტა სხვანაირ ფერის წითელს აძლევს, ანუ უბრალოდ გრადაცია არის და ხო და შესაბამისად დაჭრელებული გამოდის და ესეც ხო ესეთი არის აი შეიძლება სახალისოც იყოს ბავშვების შეიძლება ამანაც კი მიიზიდოს რომ მე თვითონ გააკეთო ხო და სწორედ ეს ხდება ტრადიციის გადაცემა ტრადიციის არსი სწორედ ეს არის რომ თაობიდან თაობაში ანუ ხანგრძლივობა უნდა ახასიათებდეს თუმცა შესაძლებელია აი ახალი ტრადიციებიც იყოს დანერგილი შედარებით მოკლე პერიოდი როა და აი მათ შორის ერთს გავიხსენებ აღდგომას არ უკავშირდება მაგრამ აი შობასთან დაკავშირებული ტრადიცია ილია მეორის სახელს უკავშირდება არაჩვეულებრივი ხო ტრადიცია რომელიც რა ვიცი ხა გულს ახალისებს და ასეთი იმედით განაწყობს ადამიანს ხო ხო და ასეთი რაღაცაც შედარებით მოკლე ვადისაა მაგრამ უკვე პანდემიის დროს მახსოვს ხოლმე როგორი და რომ ესე გადახედავდით და განათებული და ეს ხა ნახეთ ის ევიდენტობასთანა კავშირში ეს იძლევა რწმენას და იმედს რომ მარტო არ არის ადამიანი აი თავისიანებს ხედავს იმის გარდა რომ ხა ღმერთთანაა დაკავშირებული და
ამ ღვთაებრივი მეცან, ხო? მაგრამ აქ ჩვენ ყოფიერ სამყაროშიც რომ აი ჩვენ ერთად, აი ერთნაირი ღირებულებები და იდეებით რაღაცას ერთობლივად ვაკეთებთ და ეს განადგიცებს ამ შიდა კავშირებს. მერე წესით ბუნებრივად უნდა ასე იყოს, რომ ასეთი ჯგუფის ფარგლებში ერთმანეთის მიმართაც უფრო, ასე ვთქვათ, ლმობიერი კეთილგანწყობა და ასე შემდეგ უნდა არსებობდეს. შინაურული თავისიანი და ერთიანი როგორი და ეს ტრადიცია უნდა ამცირებდეს კონფლიქტსაც, დაძაბულობას და ამ მშვიდობიანი თანაცხოვრების აი ესეთი საფუძველია. ასე რომ ტრადიციების მიმართ აი ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ამით განისაზღვრება. ჩვენ გვაინტერესებს სწავლობთ, ვიკვლევთ, ვცდილობთ ობიექტურად გავაანალიზოთ, მაგრამ ამავე დროს ვაღიარებთ აი მის ძალას, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი იდენტობის, ჩვენი აი თვითყოფადობის შენარჩუნებაში და შესაბამისად ამას დაცვა უნდა და ახალისება, რომ ჩვენდეგი თაობებიც აი ჩვენი ჯგუფის წიაღში აღსარდობს. გადაეცემა და არის ურყევი. აი ურყევი ნაწილობრივ ცვალებადია დროთავითარებაში, მაგრამ შედარებით ურყევაში გულისხმობ, ანუ აღნიშნეთ ხო არის ტრადიციები, რომლებიც სამწუხაროდ დავკარგეთ ამ კარგავთ და რაც შეეხება ჩვენ საუბრობთ ახლა სააღდგომო ტრადიციებზე, ამ დღეებზე, ხო შეიძლება იყოს გარკვეულწილად სახეცვლილი, თუმცა ურყევია და არის. ნამდვილად და ღვთისმშეწევნით, აი მადლობა ღმერთს, რომ თუნდაც რელიგიის დევნის პერიოდში ეს შენარჩუნებული იქნა და დღეს ახლა უკვე ახალი ძალით აი ავლენს თავს და იმედი ვიქონიოთ, რომ აღდგომა აი ჩვენ სკოლებშიც გაანათებს და ყველაფერი ხო სასიკეთოდ წარიმართება როგორც ტრადიციებისთვის, ასევე ჩვენი ერისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. კალვინ კეთევან უღრმესი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ნუ წინასწარ მოგილოცავთ, მე მინდა რომ დიდი მადლობა. რა ვიცი, რაც თქვენ ბრძანეთ, ძალიან აუცილებელია ეს ტრადიცია იყოს ჩვენი, სწორედ თქვი, აი შინაური, შენიანი და გაერთიანებული, ანუ ერთად ჩვენ ვერავინ ვერ დავამარცხებს ნამდვილად. და რაც შეეხება აღდგომას, ჩვენს გულებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღდგომა, რა თქმა უნდა, ეს სიყვარულია, ხო? ეთნოლოგი პროფესორი, ისტორიკოსიც, ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ ცოტა ხანში უკვე სხვა სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით დროებით.